ჩვენ ფუტკარი გამოვაზამთ ძალიან კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ მე ვარ დამწყები მეფუტკრე. ჩემი სურვილია ერთი ოჯახი და მივიღო წელს ერთი ოჯახი დამატება. 2 და მე 4 გავაკეთე, 4 და 8 გავაკეთე და ასე გეომეტრიული პროგრესით გავზარდო ჩემი საფუტკრე. მაგრამ მე ისიც გითხარით, რომ მნიშვნელობა არ აქვს არითმეტიკას, გეომეტრია უნდა იყოს, მაგრამ პროგრესი უნდა განვითარდეს გეომეტრიული პროგრესით, მაგრამ მე მაგაზე არ მაქვს ლაპარაკი. გირჩენია იყოლიო, არა უშავს, გირჩენიათ იყოლიოთ ცოტა ოჯახი და იყოს ძალიან ძლიერი, ვიდრე სუსტები. ახლა ამ სუსტებზე ვლაპარაკობ. ზოგიერთი ადგება და სუსტი ოჯახის გასაძლიერებლად ადგება და ძლიერი ოჯახიდან გადმოუტას ბარტყიან ჩარჩოს და ჩაუდგავს სამეთ, რომ ამას გონია რომ კარგი საქმე გააკეთა, გამიგეთ, რომ მოიტანა ის არ განსაზღვრო, იმ სუსტ ოჯახში 2 ჩარჩო ის არის ფუტკარია და შენ ერთი ჩარჩო ბარტყი რომ მიიტანე და იქ ჩაუდგი, ეს შეძლებს ამ ფუტკრის დათმობას, შენ ეხლა უყურე ძლიერის გაღარიბე და ამასაც არ მიეცი საშუალება რომ განვითარებულიყო და პირიქით ის ბარტყენი ჩარჩო საზიანოთ მიეცი ნახევარი და დაიღუპება, იმიტომ რომ მომვლელი ფუტკარი არ არის რომ ის კარგად მოგვაროს. ამიტომ რა უნდა ვქნათ? პირველ რიგში ვეცადოთ უფრო ძლიერები გავაძლიეროთ. გაძლიერებული ოჯახში, აი ოფრი მოადინეთ იმ ოჯახს და ბარტყის კვესლის დებაზე, ბარტყის გამოზიდაზე, ფუტკრის დაბადებაზე, გამიგეთ, იმას ხო დრო უნდა მასა მომვლელი ფუტკრებისა. ის ენერგია გამოიყენე, იქ დაახარჯინე ენერგია და როდესაც უკვე მომწიფებული იქნება ბარტყი, აი იქიდან ამოიღე და ამას ჩაუდგი. ეს ხო ეკონომია იყო იმ ოჯახისთვის. რამდენი რამ უნდა გაეკეთებინა, რომ მიეყვანა იმ ზომამდე, რომ იქიდან ფუტკარი დაბადებულიყო. ამიტომ ეს დავიმახსოვრ და თქვენ აი ნორმად მიიღეთ, რომ ძლიერი ოჯახიდან გადაუტანეთ ბარტყიანი ჩარჩო. არა მთლიანად დაფარული აი აქედან იქამდე. გაითვალისწინეთ, ეს თქვენ კი გინდათ რომ გაამდიდროთ, მაგრამ ისიც თქვას დაატანეთ, რომ ამ ხელა ფუტკარს რამდენი მოვლა სჭირდება, ტემპერატურის შექმნა სჭირდება, მაგრამ თუ იბადებიან ფუტკრები კიდე არა უშავს, ხვალდაზე თუ მიემატებიან, ისინი მოხედავენ, რატომ? იმიტომ რომ ძიძა ფუტკრები დაიბადებიან და ძიძა ფუტკრის ფუნქციებში შედის ოჯახის შიგნით ყოველგვარი წესრიგის დამყარება. გამიგეთ, მან 18 დღის განმავლობაში ბარტყსაც მოუვლიან, სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებსაც შეუძლია რძესაც გამოიმუშავებენ, კვებავენ დედასაც იმასაც და ასე თანდათანობით გაიზრდება ოჯახი. ეხლა ჩვენ გაზაფხული რომ მოვიდა უკვე და მარტიდან გადავწვევით, უბრალოდ აპრილისაკენ უკვე მარტის თვეა, მარტის თვეში უკვე უნდა ემჩნეოდეს ოჯახში რა ხდება. გაიგეთ და ეხლა ვისაც ყიდვა გინდათ ფუტკრისა, ბარ მივაყოლებ ახლა ყოველთვის ეცადეთ შემოდგომაზე და ზაფხულის ბოლოს ფუტკარი არ იყიდოთ არავისაგან. იცით რატომ? არის შენ ის განვლილი პერიოდი როგორია გაზაფხულიდან აი იქამდე თქვენი ყიდვის პერიოდამდე და გადაიტანა ოჯახმა, რა მანტყოფობა ჰქონდა, ანდა რომ მიყავს ეხლა სად მიყავს ფუტკარი სად უნდა დააყენო, არის საკვები ბაზა იმდენი რომ იქ ოჯახი განვითარდეს და თავის თავს მოხედოს და ზამთარში ნორმალურად შევიდეს. ამიტომ თქვენ ყოველთვის უნდა იყიდოთ ფუტკარი აპრილის თვეში, მაისს აღარ გადააცილოთ, იმიტომ რომ იქიდან შემოდგომამდე რჩება აქტიური პერიოდის დიდი ნაწილი. გამიგეთ და ამ აქტიურ პერიოდში თქვენი სუსტი ოჯახის რო იყოს დაუშვათ ნაყინი, მოასწრებს რომ ნორმალურ კონდიციამდე მივიდეს, მაგრამ თქვენ რო შემოდგომაზე იყიდით, შეიძლება ზამთარში ვერც გადაიტანოს ის ზამთარი და გაზაფხულზე ისე თქვენ დაგაბრალებს ის გამყიდველი, რომ არის ცოდი მე ფუტკრეობა და ფაქტია რომ არის ცოდი თორე შემოდგომაზე რატო ყიდვა ფუტკრას, ხო? და ამიტომ შემოდგომაზე ერთი ატყუილებს მეორეს. თუ არ იქნება რაღაცა ისეთი შემთხვევითი რაღაცა ბოდიში ჭირი გვაშევოს ყველას, მაგრამ გაუჭირდა ოჯახს და გაყიდა რაღაცა ჭირის ხარჯების დასაფარად ან რაღაცა შვილი ყავსავად, მაშინ უნდა ისნობდე იმ პიროვნებას და უნდა გჯეროდეს იმისი, მაგრამ ოჯახი უნდა იყოს ძალიან კონდიციური. რას ნიშნავს კონდიციური? კონდიციური ნიშნავს ისეთ ოჯახს, რომელშიც თუ გაზაფხულზე ვყიდულობთ, ეხლა გაზაფხულზე მე მაყიდულობაში მარტის ბოლო, რა თქმა უნდა, უფრო აპრილში, მარტის ბოლოში ეხლა მარტო შეიძლება აბაშაში იყოს და სამტრედიაში და სადღაც ისეთ თბილ კლიმატურ ზონაში, მაგრამ ჩვენ ხო მარტო ისე ორი რეგიონი ხო არ გვეყოფა, ჩვენ დიდი საქართველო ვართ, ხო? ჩვენ და ყველასთან ურთიერთობა გვაქვს. ჯერ ერთი რომ უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის უნდა დასვათ კითხვა,
სად ყიდულობ და სად მიყავს ფუტკარი. გამიგეთ აუცილებლად ეხლა მაგალითად შენ რო რაჭაში გინდა წაიყვანო ფუტკარი, რატო ადრე მაშინ უნდა იყიდო ისეთ ზონაში, რომ ძალიან ადრე სადაც იღვიძეს ფუტკარი, იმიტომ რომ დაგვიანებულია. ეხლა დმანიში რო ფუტკარი წაიყვანო, დმანიში და დმანიში აღორძინება მიდის ივნისის თვეში, ხო? მაისის ბოლო ივნისის თვეში. შენ უკვე დაკარგული გაქვს მარტი, აპრილი, მაისი, ხო? ორი თვე იცით რა არის ფუტკარში? ორი კვირაც იცით რა სასწაულები ხდება ორ კვირაში? ფუტკარს მიიყვანს სამთავრო დააწყო და არც გგონია რომ ის ოჯახი ან თავს მოგიტანს ან რაღაცა, ხო და მიხვალ ორი კვირის შემდეგ და გადათეთრებულია, გადატენილია თაფლით. გამიგეთ, ორი კვირა ისეთი რამე, სულ ორი კვირა თაფლოვანი მცენარის ყვავილობის ვადები, ზოგი 10 დღე, ზოგი 12, ზოგი 15 დღე. რა თქმა უნდა, ის დღები უნდა აითვისო კარგად, თორე შენ რომ მოიცლი და ის მაშინ და წახვალ ფუტკართან, შენ აღარ გამოდგები ფუტკარში სამუშაოდ. იმიტომ რომ ფუტკარში უნდა მიხვიდე მაშინ, როცა ფუტკარს სჭირდები, როცა იმ დროს უნდა იყო შენით და შენ მოცლაზე რო იქნება და შენ რო გამომთავისუფლდები და მე რო წახვალ, ბატონო დაჯიქს უღარ წახვალ იქა და ფუტკარი თავის თავს ხედავს ისევე როგორც უჩვენოდ ცხოვრობდა ფუტკარი ტყეში და ძალიან კარგად ცხოვრობდა. მაგრამ სადაც ჩვენ ჩავერიეთ, იმას საქმე გავაფუჭებთ და ამ შემთხვევაში ვაფუჭებთ იმის საქმეს, რომ ჩვენ არ მივდივართ დროზე და არ ხედავთ, იმიტომ ჩვენ იმათ ინსტინქტში, აწყობილ ინსტინქტში რაღაცა შეფერხებები გავაკეთეთ, იმიტომ რომ ის სხვანაირად იყო მომზადებული ოჯახის განვითარებისათვის და ჩვენ ცოტა უხეშად ჩავერიეთ. მაგრამ რა თქმა უნდა, კულტურული მეფუტკრება წინგადადგული ნაბიჯია, როგორ შეიძლება და შევადაროთ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, ველურ მდგომარეობაში ცხოვრები ფუტკრისა, სადაც ბარბაროსული წესები ანადგურებდნენ ფუტკარს და ჩვენ ახლა გადასულიყავთ ფუტკრის გამრავლებაზე. და ამიტომ უნდა ვამრავლოთ ფუტკარი. იმიტომ რომ ბუნება ფუტკრის გარეშე ვერ იარსებებს, ვერც ფუტკარი იარსებებს ბუნების გარეშე. ეს ორი ერთმანეთთან ეკოლოგიურ სიჯანსაღების დამცველია ბუნებაში. ფუტკარი. ამიტომ ისე უნდა გავაკეთოთ. ეხლა ჩვენ გასაფხული რო დგება, თქვით რომ უნდა ჩავატაროთ მასტიმულირებელი კვება, მაგრამ ისიც არ თქვით რომ დაისვა აქ შეკითხვა. აუცილებელია რომ ჩავატაროთ მასტიმულირებელი კვება, რომ მასტიმულირებელი რას მასტიმულირებს? დედას რო კვეცხი დადას რა. ამიტომ აქვია. აი ეს ლიტერატურაში ყველგან არის გამაღიზიანებელი კვება. გამაღიზიანებელი სწორი არ არის, იმიტომ ჩვენ არ ვაღიზიანებთ. ეს არის კაისილის შემოთქმა რა, ასახელზე რომ გამოფხიზდი რომ მიდი და მოიტანე საკვები და კვეცხის დება გააღიზიანებს. თორემ ეს არ არის პათოლოგიური ტერმინი რომ გამაღიზიანებელი კვება. არის თავის დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, იმიტომ რომ ძველი ტერმინოლოგია მაინც მოდის და მოდის ახალი ლიტერატურაში იჩენს თავს, ეს არის მასტიმულირებელი კვება. სტიმულს ვაძლევთ ხელოვნური საკვების მიცემით, რომ დედა მეტი კვერცხი დადოს. მაგრამ მეზობელმა რო დაინახოს, ეს არასოდეს იმათ გასაგონებს ჩვენ ეხლა ტელევიზორში ძალიან ბევრი ხალხი გვისმენს, რომელსაც ფუტკარი არ აყავს და მეზობელს აყავს და ხანდახან მეზობელს აბრალებს, რომ იმის ფუტკარმა შევიჭა მამე ყურძენი, რომელიც არ არის სწორი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყურძენის ფუტკარი არასოდეს თავისი ანატომიური აგებულების გამო არასოდეს არაფერს არ აფუჭებს. პირიქით, გაფუჭებულებიდან ყველაფერს იღებს ფუტკარი და ქმნის იმის პროდუქციას, რომ ფუტკარი რო არ იყოს, ყველაფერი გაფუჭდებოდა, მაგრამ გაფუჭებულებიდან იღებს. ეს ცხოველი არ არის. აი მაგალითად დაყრილი კონდეს ვაშლი და შეუშვა ძროხა ეზოში წავა, იმიტომ რომ ვაშლი შეჭამს იქით და გაგიფუჭებს. ფუტკარი ეგეთი მწერი არ არის. იმას ხელსად დაადებს, თუ ის გაფუჭებისკენ მიდის, დაზიანებულია, მხოლოდ ის რომ არ წაიღოს ციდამპლემ და არ გააფუჭოს, იქიდან აიღებს სასარგებლოდ და ისე თავის ოჯახს მოახმარს და ბოლოს საბოლოო ჯამში ჩვენ უყვაროთ იმას. აი ზუსტად მეცხოველობის დარდისაგან მაგით განსხვავდება ჩვენი ფუტკარი, რომ ჩვენი ფუტკარი მარაგს ითმის თვითონვე, შენ არ თივას არ გაჭეინებს, იმპრესებს არ გაკეთებინებს, წყალს არ აკეთოს, საზღვარზე გაყვანას არ აკეთოს, თავისით ახერხებს ყველაფერს და რაც მთავარია ქმნის ისეთ პროდუქტებს, რომელსაც ტექნოლოგიური გადამუშავება არ ჭირდება და პირდაპირ მიიღება ორგანიზმისვე, რატომ? იმიტომ რომ თაფლი და ფუტკრის მიერ შექმნილი ყველა პროდუქტი არის მეორადი პროდუქტი. რატომ არის მეორადი? იმიტომ რომ შექმნა სხვა ცხოველურმა სამყარომ, ფუტკარმა შექმნა თავისი შვილების გამოსაცდელად, თავის გამოსაკვებად და არა ჩვენ საკვებად. გამიგეთ, მაგრამ ჩვენ მე ჩავუსაფრით და გაიაო და წავართ. აი, ხო ესეა, ეგრე უნდა გავიგოთ ხომ.